Საათხედავს ხელისუფლება ფასების შემცირების რეალურ სივრცეს, სად არის პრობლემა რეგულაციებში, კონკურენციაში თუ ბაზრის სტრუქტურაში, როგორ უნდა მოიძებნოს ბალანსი, რომ ფასები დაიწიოს და ბიზნესი არ დაზარალდეს. პირდაპირ ეთერშია გადაცემა ეკონომიქსის სტუდიაში ჟურნალისტი ირმა ებრალიძე მუშაობს. დღეს ჩვენი გადაცემის მთავარი თემა გახავთ ფასების პოლიტიკა, სტუმარი კი ფინანსისტი პროფესორი გიორგი ცუცქელიძე. გიორგი, გამარჯობა. გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვითმეთ დრო. დავიწყოთ იმით, რომ სამთავრობო კომისიის პარალელურად ახლა მუშაობას იწყებს საპარლამენტო კომისია, რომელმაც უნდა შეისწავლოს თუ რატომ არის გაზრდილი საქართველოში ფასები და რატომ არის 89%-იანი ფასნამატი. როგორ ფიქრობ, რა შედეგი შეიძლება დადოს ამ ორი კომისიის ერთობლივმა მუშაობამ, რომელიც სავარაუდოდ 3 თვეში დასრულდება? მოგესალმებით. ხა ბუნებრივია, როცა კომისია იქმნება, მთავრობის კომისია იყო, ახლა საპარლამენტო კომისია იქმნება, ეს არ არის დაალხინებული ცხოვრებით გამოწვეული, ეს უკვე აჩვენებს, რომ ჩვენთან პრობლემა არის და საკმაოდ სერიოზულიც. სხვა შემთხვევაში კომისიის შექმნა არ იქნებოდა საჭირო, ხო? ბუნებრივია, კომისია ხა ფასებს ვერ დაადგენს და ბაზარზეც არ ჩაერევა. ეს არის უფრო რბილი ზემოქმედების პირობითად. არც არის მისი მანდატი, არის უბრალოდ პრობლემის მოძიება. გაიგოს სად არის მანდატი არის, რა გაგებით, რომ ალბათ შესწავლილი მოხდება, რა ძირითადი ფაქტორები იწვევენ ფასებისას და შემდეგ კომისიის ამოცანა რა არის, რომ დაწეროს რეკომენდაციები, იგივე მთავრობისადმი, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ფასებმა დაიწიოს. ანუ რა ზემოქმედება შეიძლება იყოს, სხვა მოდელები არსებობს, სხვადასხვა უნდა თქვა. მაგრამ იცი რომ ჩვენთან ფასნამატი ძალიან მაღალია, აქ ორი აზრი არ არსებობს. მაგრამ მიზეზი რა არის? თავარი ეს არის, ანუ აქედან დავიწყოთ, ანუ როგორ ყალიბდება ფასები დღეს საქართველოში, რა არის ძირითადი ფაქტორები, ეს არის იმპორტი, ლოგისტიკა, კურსი თუ შიდა კონკურენცია. ზოგადად ეხლა ჩვენ რო დავიწყოთ რა ფასები ყალიბდება რაღაც ხარჯებით, რომელსაც კომპანიები გაწევენ. დავიწყოთ თავიდან, უფრო გასაგები რო გახდეს, ხო? მაგალითად ფობი ეს არის საერთაშორისო ფასი, როცა კონტრაქტით არის პროდუქცია ნაყიდი. ანუ ჩვენ საზღვრამდე ფასი დავარქვათ ამათ. აი მე რა ხარჯები ემატება ამას. ემატება ბუნებრივია საბაჟო გადასახადი, ემატება იმპორტის ხარჯი, ემატება ასევე ტრანსპორტირების ხარჯი, ლოჯისტიკის ხარჯი. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ყველაზე უფრო მეტად რაც ფას აძვირებს, არის ცოტა სხვა ხარჯები. მაგალითად? ეს არის მაგალითად საცალო ქსელების ფასნამატი, რომელიც არის ძალიან მაღალი. ანუ როდესაც პროდუქცია შედის საცალო ქსელში, თუნდაც იმპორტიორის მიერ მიწოდებული, საცალო ქსელის ფასი არის მაღალი. აქ სხვა მიზეზები არსებობს, სხვათა შორის არის მოსაზრება, რომ ფასნამატი არის მაღალი, იმის გამო რომ პროდუქციის აქ შადებულია პროდუქციის კაპუჭების ხარჯი, ვერ გაყიდვის ხარჯი და ასე შემდეგ. მაგრამ ძალიან მაღალია პირდაპირ თქვა. როგორ არის საერთოდ ევროპულ ქვეყნებში ეს, რასაც თქვენ საუბრობთ, რასაც საცალო ქსელები აწესებენ, ეგრეთ წოდებული კეშბეკი, რასაც ეძახიან? არა, მიზეზებს შეიძლება კონდეს გოგითხარით რა მიზეზი შეიძლება იყოს, რომ მაგალითად ჩათვალოს მიმღებმა ამ შეჩვენა საცალო ქსელმა, რომ შეიძლება პროდუქციის ნაწილი გაფუჭდეს, ჩაწვეს და ამ შემდეგ. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამი ძირითადი ხარჯია. ეს არის საცალო ქსელის ხარჯი, სავალუტო რისკის პრემიის ხარჯი, ამიტომ ახსნიმე თუ როგორ ზემოქმედებს ეს ყველაფერი. ამაზე და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თვითონ მოგების მარჟა. ანუ ძალიან მაღალი მოგების მარჟაა. ანუ როცა ლაპარაკია ხარჯებზე, ერთი არის ხარჯები და მეორე არის მოგების მარჯვა, თუ რა მოგებით პოზიციონირებენ ქართული ქსელები, რომელიც არის ევროპასთან შედარებით მინიმუმ 2.5-ჯერ მაღალი. ეხლა ზოგადად სავალუტო რისკის მარჯვაც აზღვევს, სხვანაირად ვერ აზღვევენ რისკს ჩვენთან. ძალიან მაღალია, დაახლოებით 5-8%-ია. პროცენტულად რო ავიყვეთ ფასნამატში და არის მაღალი და გამომდინარეობს იქიდან, რომ მაგალითად ჩვენთან ნაკლებად გამოიყენება სავალუტო რისკის დაზღვევა, აი ჰეჯირება ქვია ამას. მაგალითად ფორვარდული კონტრაქტები ნაკლებად გამოიყენება, ასევე შიდა ჰეჯირებაც ნაკლებად გამოიყენება
რომელსაც სტრუქტურული ჰეჯირება ქვია, ანუ იმპორტიორი ფაქტიურად პროდუქციას იგივე ვალუტაში იძენს, რა ვალუტაშიც მას აქვს შემოსავალი. ამიტომ ჩვენ თუ გვინდა რაღაცას შევხედოთ, ჩვენ გვაქვს პოტენციალი დაიწიოს სავალუტო რისკის მარჟაც. Ძალიან მაღალია 5.8%-დან 8%-მდე, შეიძლება 2-დან 4-მდეც კი შემცირდეს. და ვინ უნდა შეამციროს ეს მარჟა? ეხლა აქ არის ორი მომენტი. ეს შეიძლება თვითონ კომპანიებმა შეამცირონ, ეს მათი ნებაა. და მეორე მომენტი არსებობს სხვა პროგრამები, მათ შორის სახელმწიფო პროგრამები იმპორტიულ რისკებს დასაწყევად. ეს პროგრამა არ არის საქართველოს, შეიძლება გაკეთდეს კიდევ ეს პროგრამა, თუმცა სახელმწიფო ხელს უწყობს იგივე იმპორტიორებს ამ რისკების დაზღვევაში. თავისებური მზღვეველია სახელმწიფო. სხვა მოდელი შეიძლება გაკეთდეს აქ, მაგრამ ჯერ უნდა შევთანხმდეთ სად არის შემცირების პერსპექტივა. აი როცა ლაპარაკია სხვადასხვა ხარჯებზე, მათ შორის ლოჯისტიკის ხარჯი, ტრანსპორტირების, ასაბაჟო ხარჯი პროცედურას გულისხმობ, ის ჩვენთან არის შედარებით ოპტიმალური. ანუ იქ პრინციპში არაფერი ზედმეტი იქ არ არის. იქ არის რეალური, რაც შეიძლება კონდეს პროდუქციის შემონტანს. მაგრამ როცა პროდუქცია ხდება უკვე საცალო ქსელებში, როგორც აღვნიშნე, ძალიან მაღალი არის იქ ფასნამატი. აქაც შეიძლება შეზღუდვაც მოხდეს, არც ეგ არ არის გამორიცხული. ძალიან მაღალი იმ გაგებით, რომ ევროკავშირთან შედარებით, ხო, ეს საინტერესოა ევროპული ფასნამატი როგორია. აი ამ ყოველფრის გათვალისწინებით, რაც თქვენ უკვე ჩამოთვალეთ, ანუ საქართველოს მაგალითზე გასაგებია, როგორ ხდება ეს ევროპაში. ამას გეკითხებით იმიტომ, რომ როდესაც ეს საკითხი დადგა დღის წესრიგში, მაშინ ითქვა, რომ ევროპაში უფრო გაცილებით დაბალი ფასებია იმ პროდუქტზე, რაც დღეს საქართველოში იყიდება. აი ეს რო ახსნათ როგორია, იმიტომ რომ თქვენი პოსტი ვნახე, სადაც საკმაოდ ვრცლად გაქვთ ამაზე. თავარი საკითხი უნდა ვთქვა, როგორ ხდება, ანუ რაზე მოქმედებს ფასებზე. მესამე ფაქტორი არის ასიმეტრია ფასებში. ერთი არის რომ მაღალია ფასები. მაგრამ მეორეა ფასების ცვლილება როგორ ხდება. აი დააკვირდეთ ერთ რამეს. როდესაც ზვირდება საერთაშორისო ბაზარზე ფასი, ხისიარად ხდება საქართველოში აქ ფასებზე ასახვა. აი თქვა გაძვირდა საერთაშორისო ბაზრებზე 10-15%-ით, ჩვენთანაც მომენტალურად ზვირდება და არა 10 და 15, არამედ 25-ით. თუ იაფთება, არ იაფთება, ამობენ რომ გვაქვს რეზერვები. მაგრამ როდესაც იქ მყარდება, ანუ როცა ფასები კლებულობს, ჩვენთან არ იძრება. ხო, ამობენ რომ არაგები გვაქვს და იმიტომ. ამას ქვია ასიმეტრიული ფასი და ეს მესამე ფაქტორი, რომელსაც ჩვენ ახლა ვეხებით ასიმეტრიული ფასი. ეს არის თვითონ ბაზარზე არის ძალიან მაღალი კონცენტრაცია. ფაქტურად ოლიგოპოლიური სივრცეა. როცა 3, მაქსიმუმ 5 ქსელი აკონტროლებს ბაზრის 75%. აი მთავარი ფაქტორი ერთ-ერთი ესაა. ანუ არის შედარებით ოლიგოპოლიური კონკურენცია. მე არ ვიცი რომ თალსახად კარტერული გარიგებები ხდება, ამას დამტკიცება უნდა ელემენტარულად, მაგრამ როცა ასიმეტრია უკვე სიგნალია იმისა. როცა კი ფასები იზრდება, მე აღარ მცირდება. მეორე, სინქრონულადაც კი ხდება ხოლმე. ცალკეულ პროდუქტებზე მე გულისხმობ აქ რაზეა საუბარი. ყველაზე მოთხოვნად პირველად საქონელს, ხო ეს არის საცურცათო პროდუქცია. მე არ ვიძახი ფუფუნების საკნებზე. ეს არის საცურცათო პროდუქცია, რომელიც არის სტრატეგიული პროდუქცია, მე რომ მკითხოთ, იმიტომ რომ ადამიანებს არჩევანი არ აქვთ. მედიკამენტები მათ შორის. როგორ? მედიკამენტებზე, საწვავზე მაგ ჩამონათვალში გულისხმობ საწვავსაც, ფქვილსაც, შაქარსაც, აი ძირითადად ხორბალსაც, ყველაფერს. ანუ კვების პროდუქტებს ძირითადად და საწვავს. იგივე მედიკამენტებზე შეიძლება ვისაუბროთ. ანუ ეს არის ის პირველადი მოხმარების საქონელი, რომელიც ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა მაინც ვყიდულობთ. აი ეს არის მომხმარებელზე ზეწოლა, ანუ როდესაც ფასი მაღალია, ჩვენ არჩევანი არ აქვს. ეს თავი ფაქტორია. მაგრამ კარტერული გარიგება არის თუ არა, ჩვენ არ ვიცით, იმიტომ რომ დამტკიცება უნდა არ არის ეგეთი მარტივი და რომც დააჯარიმო კომპანიები ამ შემთხვევაში შეიძლება გიჩვენონ აქეთ და ეს პროცესი მოიგონ კიდევაც. თვითონ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა შეცვლილია, ჩემი აზრით, სადაც თვითონ იგივე კონკურენციის აგენტოს უნდა კონდეს უფრო მეტი უფლება, მათ შორის ეკონომეტრიული ანალიზი თუ დამტკიცდა, რომ ფასების სინქრონიზაცია ხდებოდა რამდენიმე მოთამაშეს შორის, მას შეიძლება დააჯარიმოს უკვე კანონმდებლობის საფუძველზე.
დღეს არ არის კანონში თუმცა მიდის სასახელო. სასამართლოში და შემდეგ წლობით მიმდინარეობს დავა, იმიტომ რომ ვიცით ჩვენ საწვავის მაგალითი იყო ამ შემთხვევაში იყო საუბარი მან დარღვევებზე და დღემდე სასამართლოშია პროცესი. ხო და იმიტომ არის რომ თვითონ ჩანაწერი უნდა შეიცვალოს მეთქი. მოკლედ კანონმდებლობაში არსებული ჩანაწერი იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას, რომ ვინც დაჯარიმდება, მას შეიძლება აქეთ გიჩივლოს. ამიტომ თვითონ კონკურენციის სააგენტოს უნდა ქონდეს ამის უფლება, რომ მის მიერ ჩატარებული ანალიზით თუ დამტკიცდა რომ ანუ ამ ანალიზს უნდა ქონდეს კანონის ძალა და რა ის კატეგორიული გარიგება რა არის. როცა მე და თქვენ შევთანხმდებით რომ ხვალიდან ფასი უნდა იყოს ამ ნიშნულზე. ამის დამტკიცება ძალიან რთულია მე რომ მკითხოთ თვითონ კანონმდებლობით არ მოხდება. როგორ ხდება ევროპული კანონმდებლობით ამის დამტკიცება და ევროპული ფასნამატიზე მეკითხეთ ევროპული როგორია? კანონმდებლობით ზუსტად ესეა. აი კონკურენციისა, როცა ანტიმონოპოლური კანონმდებლობა ისა. იქ ანტიმონოპოლურ კანონშია ის ჩაწერილი, სადაც იგივე კონკურენციის სააგენტოს აქვს გაცილებით ფართო უფლებები. აი კვლევების საფუძველზე მას შეიძლება დააჯარიმოს უკვე კანონით. დღეს რა კვლევების საფუძველზე რამდენი არ უნდა იკვლიოს. თეორიულ ასპექტში გულისხმობ ის ვერ დააჯარიმებს. ანუ ამ კვლევების ასეთი კვლევები ჩატარდა აქ და ამ კვლევების საფუძველზე ითქვა რომ 99%-იანი ფასნამატია. ანუ ეს რომ მომხდარიყო ევროპის რომელიმე ქვეყანაში უკვე დააჯარიმებდნენ შესაბამის რო ყოფილიყო ამ ტიპის კანონმდებლობა, ანუ შეცვლილი რო ყოფილიყო დააჯარიმებდა თავისუფლად. და ევროპული ფასნამატი როგორია? აი რომ მოგვიყვეთ იქ როგორ დგინდება ფასები? მე ვნახე თქვენი პოსტი, სადაც კარგად გაქვთ ჩამოთვლილი ზუსტად. მოკლედ გეტყვით რა, ფასნამატი არის ეგრეთ წოდებული მარკაპი. ეს რას ნიშნავს? ანუ ფასსა თვითღირებულობა შორის პროცენტული განზომილება ქვია ამას. ანუ როგორი არის დამატებული მოგების მარჟა, უფრო მარტივად ვთქვა. ევროპაში არის 10-20%. მარკა ფასნამატი უკვე თვითღირებულებიდან. ეს ვის მიერ არის დადგენილი 10-20%? ხო, თვითღირებულება შედის ხო გითხარით, ყველა ის. არ არის, სხვა რამის გეკითხებით, 10-20%-ო თქვენ ამბობთ, ჩვენთან არის 50-60. ჩვენთან 25 და 30 და 40. ვინ ადგენს ამას თავად ბიზნესი არ ადგენს? ბაზარი არ ადგენს ამ მოგების მარჟას? არა, მონოპოლიური, თუ არის ოლიგოპოლიური ბაზარი, სადაც შეზღუდულია კონკურენცია, ბაზარი კი არ ადგენს. თვითონ მოთამაშეები ახდენენ ზეგავლენას ფასზე. ანუ ჩვენ შემთხვევაში მოთამაშეები ახდენენ? ჩემი შეფასებით ჩვენთან გვაქვს გადახრა ოლიგოპოლიისგან და უფრო მოთამაშეები უფრო ადგენენ, ანუ ზეგავლენას ახდენენ ბაზარზე, ვიდრე მოთხოვნა მიწოდება. აი ეს თეორია რომ თუ მოთხოვნა გაიზარდა, ფასი იზრდება და პირიქით, ეს არის თეორიული ასპექტი. არა, რეალურად მოთამაშეებს შეუძლიათ მოახდინონ ზეგავლენა ფასზე. აი ელემენტარულად ვთქვათ, მე დავადებ მოგებას 15% და თქვენს დაადებთ 15%. და კონკურენცია სად არის? აი თუ დავუშვებთ რომ გვაქვს ოლიგოპოლიური სივრცე, კონკურენცია არის შეზღუდული. ანუ უფრო ესე ვთქვათ დამახინჯებული. კონკურენცია როგორ არ არის, მაგრამ კონკურენცია არის შეზღუდული, აი პირობითად რომ დავარქვათ ამას. და ეხლა რა არის სახელმწიფოს ასე ვთქვათ ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი ამ ფასების პოლიტიკაში, იმიტომ რომ პრემიერმა თქვა რომ ეს ამ პრობლემის და საკითხის მოგვარება საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ ბიზნესი თავისუფალია და სახელმწიფო ფასების რეგულირებაში ვერ ჩაერევა. რა არის აი ეხლა ოქროს შუალედი როგორი უნდა გამოიძებნოს რომ არც ბიზნესი დაზარალდეს და შესაბამისად მოხდეს ფასების დაწევა? რა პრემიერმა რაც თქვა აბსოლუტურად სწორად თქვა, სახელმწიფო არ ადგენს ფასს. და არც უნდა ჩაერიოს. აი ეს რეფერენტული ფასების შემთხვევაში ფას ადგენს ბაზარი, მაგრამ მარტო რომ ბაზარი ადგენდეს ფასს, იგივე ევროკავშირში. ევროპის ქვეყნები რო ავიღოთ, არ იქნებოდა ესეთი მკაცრი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა. აბა რატო არის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა ესეთი მკაცრი? ამიტომ ამბობ რომ ერთ-ერთი მიმართულებად უნდა იყოს არა სახელმწიფო ჩარევა ფასში, ანუ დირექციული მეთოდი. ანუ მე ცოტა გამკაცრება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მე პირველ რიგში გულისხმობ ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას. ამ შემთხვევაში სახელმწიფო კი არ ერევა. სახელმწიფო ახდენს, ესე ვთქვათ, ზედმეტად ფასნამატის დაზღვევას. იმიტომ რომ ნებისმიერი კომპანია მუშაობს მაქსიმალურ მოგებაზე. თქვენ თუ მიცემთ საშუალებას ადამიანს იც მუშაობს მაქსიმალურ მოგებაზე. აი ამ
გარიგებების ალბათობას ამცირებს. რომელსაც თქვენ შეიძლება შევთანხმდეთ, რომ მაღალ მარჟვაზე ვიმუშაოთ. ანუ კონკურენციას უწყობს ხელს. სახელმწიფოს ამოცანა ეგ არის. ჩარება კი არა. კონკურენციის წახალისება დავარქვა. ანუ მივდივართ იქამდე რომ კანონმდებლობა არის შესაძლებელი ნუ, და ვფიქრობ, რომ გასამკაცრებელი. ერთ-ერთი მიმართულება უნდა იყოს დღეს მოქმედი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის გადახედვა და გამკაცრება. ეს ჩემს შეფასება ელემენტად. და მაინც რაც შეეხება ევროპულ ფასნამაც, იქ რამდენია მოგების მარჟა? 10-20% თქვით, ხო? და ადგენს ბაზარი. ხო, აი ევროპაში, სადაც არის იგივე შეიძლება თქვა 4-5 მსხვილი ქსელი, იქაც არ არის, თქვენ არის ფიქრობთ, რომ იქაც ძალიან ბევრი მაღაზიებია. არის, მაგრამ იქაც არის თქვა 4-5 მსხვილი ქსელი. სავაჭრო ქსელს გულისხმობ. იქ დაზღვეულია, რომ მათ შორის მოხდეს რაიმე გარიგება ფასების დაზე. თორე თუ ეხლა ფასები გაიზარდა საერთაშორისო ბაზრებზე, ბუნებრივია ფასი აქაც გაიზრდება. მით უმეტეს ერთ-ერთი პრობლემაა სხვათა შორის ევროპისგან განსხვავებით ჩვენ. ის გვაქვს ძალიან მაღალია იმპორტიზაციის დონე. აქ ჩვენ როგორ ის გაჯერებული ბაზარი ადგილობრივი პროდუქციით, ხო? ესეთი ზეგავლენა მას არ ექნება ფასებზე. ევროკავშირი ჩვენ რო ვადარებთ, თუმცა არარელევანტურია პირდაპირ შედარება. ევროკავშირში დახზე დებს ევროპული წარმოების საქონელი და ნაკლები იმპორტული. ჩვენთან დებს მცირე ადგილობრივი წარმოების და უმეტესობა იმპორტული. ამიტომ არის როგორც კი ფასები იზრდება, ან კურსი იცვლება, მომენტალურად ხდება ფასების ცვლილება. ერთ-ერთი სტრუქტურული პრობლემა ესაა. ანუ ერთ-ერთი ამოცანა არის როგორც კონკურენციის ხელშეწყობა, ასევე ადგილობრივი პროდუქციის ხარდაჭერაც, აი, ეს არ არის მარტივი პრობლემა მეთქე, ეს კომპლექსური პრობლემაა. და მაინც სად გადის ზღვარი? აი ეს ოქროს შუალედი რა არის, რომელიც უნდა მოიძებნოს, რომ ბიზნესი არ დაზარალდეს და ფასებმა დაიწყოს? ზღვარი გადის იმაში, რომ ჩვენ უნდა გქონდეს ამ კომისიის ჩემი აზრით ამოცანა ეს იქნება მოკლე და საშუალოვადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიის ჩამოყალიბება. ერთ დღეში ეს პრობლემა ვერ მოგვარდება. მას შეიძლება დროებით მოაგვაროს ეს პრობლემა და გარკვეული ეფექტი გქონდეს. მაგრამ უნდა იყოს ნაბიჯები გადადგმული, მე ვიძახი მოკლე საშუალო და გრძელვადიანში. იმიტომ გითხარით ერთ-ერთი ფაქტორი მაღალი იმპორტიზაცია. იმპორტიზაცია ერთ დღეს თქვენ ვერ შეცვლით. რა თქმა უნდა, სავაჭრო ბალანსი აქვს საუბარი და უარყოფითი ბალანსი რა აქვს. თქმა უნდა, ბაზრის ბალანსი ერთ დღეში ვერ შეცვლი. ამას დრო უნდა, თაგე პროგრამა უნდა გაიწეროს, თუ როგორ მოხდეს ადგილობრივი წარმოებით კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა, რომ მოახდინოს აი ამ ეს ვთქვათ სავაჭრო ბალანსის რეგულირება უკეთესად. ეს ერთი ფაქტორი. ხო, მაგრამ თვითკმარი ქვეყანა საქართველოს ვერასოდეს ვერ იქნება, როგორც ამბობენ. არა, ხა საქართველოს ისე რომ ადგილობრივი პროდუქციამ გადაფაროს იმპორტული პროდუქცია, ჯერაცეთი ცალკეული პროდუქციაზე შეუძლებელიც კი არის. იმიტომ რომ საწუთათო პროდუქცია შაქარი. ძალიან გაგვიჭირდება, ჩვენ რომ ეს შაქარმა იმპორტული შაქარი იყო, ხო? კი. აგარი შაქრის ქარხანა, მაგრამ ფაქტობრივად ვერ გაუწია კონკურენცია. თუმცა შეიძლებოდა უკეთესად წარმართულიყო ეს პროცესი. იგივე ქვილი. სხვათა შორის ხშირად ისმის ეს კითხვა, რომ რატომ არის ადგილობრივი პროდუქცია უფრო ძვირი, ვიდრე იმპორტირებული? ხო და აი მე ხა მივალ მაგ საკითხზე კიდე ცალკე. ზუსტად იმაშია საქმე, რომ ადგილობრივი პროდუქცია, როცა ძვირია, დანახარჯებიდან გამოდის პროდუქციის სიძვირე. და იმპორტული პროდუქცია, პირდაპირ ვთქვათ, ჩვენ წარმოებელს უფრო ძვირი უჯდება აქ წარმოება ვიდრე ევროპაში. მაგრამ ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გვაქვს დადებული. რაც ნიშნავს, რომ ჩვენ რო დავადოთ საიმპორტო კვოტები გავზარდოთ. ანუ გაძვირდება ეს პროდუქციას ბუნებრივია. მაგრამ საერთოდ ეს პროტექციონიზმი რამდენად გაამართლებს კიდე ცალკე საკითხია. არის ეგეთი მეთოდიც იყენებენ ქვეყნები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან. და აქედან გამომდინარე, ასე ცალსახად ახლა იმპორტის გაზდა არ ვიცი რამდენად ეფექტური იქნება, ხა ჩვენ ხედავთ ტრამპის პოლიტიკა ამაზე აგებული. ტარიფებს აწესებს დის და ამცირებს. ანუ საქმე გვაქვს მხოლოდ შიდა პრობლემას. მაგრამ ჩვენ რამდენად ჩვენთან იმუშავებს მეთქი. ესეთი სატარიფო პოლიტიკა მე არ მაქვს პასუხი. შეიძლება არც იმუშაოს. ანუ თქვენ ახლა რაც საუბრობთ, ძირითადად მაინც მივდივართ, რომ პრობლემა არის შიდა სტრუქტურა. ჩვენ ვიდივართ, რომ პრობლემა არის სტრუქტურულიც. შიდა. შიგნით.
რა თქმა უნდა, რადგან მე ვსაუბრობ. კონკურენციის პრობლემა არის, ეს შიდა პრობლემა არის, სტრუქტურული პრობლემის ნაწილია. და ამ შემთხვევაში შედარებით ოპტიმალური ჩემი შეფასებით არის, რომ იქ სადაც არის ძალიან მაღალი ფასნამატი, და გითხარით საცალო ქსელები, და გითხარით სავალუტო კურსის მარჟა ძალიან მაღალია. რაც გვჭირდება ეხლა რეალურად რო შევხედოთ, შარშან კურსი გაუფასურებულა 10%-ით ლარი გამყარებული, აი. ერთ წლის მანძილზე. მიუხედავად იმისა, რომ ლარი 10% გამყარდა, მაინც მარჟა არის მაღალი სავალუტო კურსში. ანუ დაზღვევა დავარქვათ. 5-8% ძალიან მაღალია. და ვინ ადგენს ამ 5-8%? თვითონ ადგენს, თვითონ მე თვითონ როგორც ბიზნესი ადგენს? მე ვადგენ მე. მე როგორც დავუჩვათ რომელიმე სავაჭრო ქსელი ვთვლი, რომ რა ზეგანვლა შეიძლება იქონოს ლარიც გაუფასურება ჩვენ მოგებაც და შეიძლება ეს მარჟა სახელმწიფომ დაადგინოს? სახელმწიფო ვერ დაადგენს მარჟას. ეს შეიძლება მოხდეს თვითონ რაღაცა მექანიზმების შემოტანით, ან მე გითხარით არსებობს ესეთი პროგრამები, იმპორტის რისკის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამები. ევროპაში იყო ესეთი მოდელები, სადაც სახელმწიფო უზღვევს იმპორტიობს სამსავალუტო რისკს. ანუ მექანიზმები შემოაქვს სახელმწიფოს, სადაც მაგალითად მცირე და საშუალო იმპორტიორებს აი ამ მექანიზმებით დაუზღვევს სავალუტო რისკს. ანუ კი აღარ იქნება ამ შემთხვევაში 5-8%. შეიძლება შემცირდეს 2 და 3%-ად, უფრო მარტივად ახსნი. ვინც ჩაერთვება ამ რისკების დაზღვევის პროგრამაში იმპორტიორებს ვამბობ, იმაზეა საუბარი. ანუ თქვენ ახლა რაც ისაუბრეთ, ეს ძირითადად არის გრძელვადიან პერსპექტივაზე საუბარი. ანუ იმ მომხმარებელს, რომელსაც დღეს ესმის, რომ კომისია უნდა ჩამოყალიბდეთ, რა არის მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი. და რა არის მოკლე? მოკლე არის შევაჯამოთ, მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი. მოკლე არის რა? საერთოდ საქართველოს მთავრობა მიდის. ანუ ეს არის შეხვედრები იგივე მწარმოებლებთან და საჯარო შეხვედრები რას მისცემს ამ საქმეს? სადაც არის შესაძლებლობა რომ ფასები დაიწიოს, უნდა დაიწიოს. მაგრამ მე ხას ვცვამ. ამან არ უნდა გამოიწვიოს არ დეფიციტი, არ უნდა გამოიწვიოს სხვა პროცესები, არა. მე ვამბობ საცალო ქსელებში, ზედმეტი არის მეთქი. ფასნამატი აქედან გამომდივარ. მაგრამ თქვენ თქვით ის რომ ამ ფასნამატს ეს საცალო ქსელები ხსნიან ძალიან ბევრი რამით, ანუ ამბობენ ამიტომ. ეს რომელიმე ამიტომ შეიძლება ამოვარდა ეს? გასაგები ამიტომ რომ დაითვლება კომისიის ამოცამით ეგარი. იქ გამოჩნდება მე დარწმუნებული ახლა ვეგეუნებით. დაახლოებით 10-15% შეიძლება შემცირდეს. ანუ რეალისტურია, ესე არსებობს სივრცე რომ ფასები არის მექანიზმებიც იგივე მაგალითად იგივე კონკურენციის აგენტოს გაძლიერების თვალსაზრისით უფრო მეცად გეტყვით. რატო არის ფასნამატი საცალო ქსელებში მაგ? იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული მაგიდების თაროების გადასახადი ქვია მაგას. არის ძალიან მაღალი. ამიტომ თუ ჩვენ შევჯერდებით რომ ოპტიმალური ფასი რა იქნება, იმ ფასზე იქნება ლაპარაკი. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ და მონიტორინგი უნდა მოხდეს, ბუნებრივია, მე ჩვენ დაგკპიტი და მე შევაცვლე კი არა. უნდა შევთანხმდეთ რა არის ოპტიმალური ზღვარი და იქიდან გადახვევა თუ მოხდება, მე მონიტორინგი ხდება და ჯარიმები ხდება. და თქვენი აზრით თვითონ ბაზრის რეაქცია როგორია ამ ყველაფერზე? იმიტომ რომ ბოლო პერიოდში საუბრობენ იმაზე, რომ რაც დაიწყო ამ თემაზე საუბარი, რომ პირიქით უფრო გაიზარდა ფასები. არა. გარკვეულ მომენტებში ფასზე ზეგავლენას მარტო ეს არ ახდენს. მაგალითად შეიძლება რაღაც მომენტში გაიზარდოს გარე ბაზრებზე ფასები. ეს ძირითადად ხდება. და მან გამოიწვიოს ფასების და სხვა პრობლემაა კიდე როგორც აღნიშნა. ფასების ასიმეტრია არის აქ. იქ რო ფასი იზრდება, აქაც იზრდება, მაგრამ მე აღარ მცირდება. ან მეორე პრობლემა უარესი. ცალკეულ პროდუქციაზე სინქრონულად ხდება ფასების აწევა და დაწევა. ანუ კარტერული გარიგება. აი, კარტერული არ ქვია ამას, დავარქვათ ოლიგოპოლიური ეფექტი ქვია. კარტერული უნდა დაამტკიცო. მე შეიძლება არ გავრიგდე შენთან. არც მოგელაპარაკო, დავაკვირდე ბაზარს და ისევ მოქმედო. ამიტომ აბდრო კანონმდებლობაში თუ ჩაიდება ესეთი მუხლი, რომელიც იგივე კონკურენციის სააგენტოს უფლებას მიცემს, რომ ჩაატარებს ან ეკონომეტრიულ ანალიზს. ეს გახდეს უკვე სამხილი იმისა, რომ აქ ქონდა
არაკეთილ სინდიციან კონკურენციას, აი მაშინ შეიძლება მოხდეს მისი დაჯერება. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ამ შემთხვევაში საუბარი, ხო? დროში გაწერილი. ეს არის საშუალო და გრძელი. მოკლევადიანი ეს არის. ეგრეთ წოდებული თავების გაციების პოლიტიკა ქვია. ანუ უფრო რბილი ზეგავლენა, რასაც თავრობა ამ წუთში აკეთებს. კომისიამ უნდა დაადგინოს რეალურად სად არის ზედმეტი ფასნამატი, ანუ სად შეიძლება ფასების დაწევა ისე რომ არის დეფიციტის შექმნას და იმ კომპანიებმაც მიიღო ნორმალური მოგება. აი ამაზე საუბარი. ეს სამთავრობო კომისია დახურულ ფორმატში მუშაობს და შემდეგ კომენტარებიდან ვიგებთ ხოლმე რა და როგორ. რაც შეეხება პარლამენტს, რომელიც მომავალი კვირიდან დაიწყებს, აქ უკვე იქნება საჯარო სხდომები. ანუ მაყურებელს შეიძლება რომ პირდაპირ ეთერში თვალი ადევნოს და ანუ უსმინოს თუ რა ხდება, რისთვის არის საჭირო პროცესის ასე გასაჯაროება, იმიტომ რომ იქ არის რაღაც ნიუანსები ბიზნესისთვის, რომელიც დაუშვათ შეიძლება არ იყოს საჯარო. იცით რა არის? აი კომერციული საიდუმლოებაც ეძახიან მაგას. ხო, რა თქმა უნდა, შეიძლება არ იყოს საჯარო. მაგრამ კომისიაზე, როცა ხდება ამ საკითხების განხილვა, კომისიაზე როცა მოხდება ამ საკითხების განხილვა, იქ შეიძლება მოხდეს შეჯერება რეალურად სად არის ზედმეტობა. არაფერი კომერციული საიდუმლოება. კომერციული საიდუმლოება რა არის? რა ფასად ამაკ ნაყიდი, ეგ არის კომერციული საიდუმლოება? თუ რა მიჯდება ეს არის კომერციული? არ ვიცი, ეგ ბიზნესმა უნდა იცოდეს. ალბათ რა უჯდება უფრო ის. არა, რა ჯდება, ეგეც კომერციული საიდუმლოება, ახლა პირდაპირ მე არ გეტყვი თქვენ რა მიჯდება. მაგრამ თუ საკითხი ხდება კომისიის დონეზე, კონკურენტებისთვის რა თქმა უნდა ყველა ინფორმაცია ამოვა. როგორია კონტრაქტის ფასი? ანუ ფობი მე რო გითხარით. ანუ რა ფასად ვიყიდე მე და თქვენ? მე რა ხარჯები მემატება? ეს ხარჯებიც იშიფრება და მე იქიდან გამოჩნდება სად არის? მე გეუბნებით ჩემი შეფასებით სად არის მეთქი უფრო მაღალი მაჩვენებელი. ეს არის საცალო ქსელების მარჯვა და იგივე სავალუტო რისკის პრემია არის ძალიან მაღალი. სრულდება ჩვენი გადაცემა და ბოლო კითხვა მაქვს, ანუ შედეგი რეალური როდის უნდა დაინახოს მოსახლეობა? მოსახლეობა უნდა დაინახოს რომ პროცესი დაიძრა. არა, მე გულისხმობ, როცა მაღაზიაში შევალ თუნდაც მე ან თქვენ და დავინახავ რომ აი ამ პროცესმა გავლენა მოახდინა ფასებზე. როდის შეიძლება ეს დავინახოთ? ყველაზე კარგი პასუხი ამაზე ეგ იქნება, როცა მაღაზიაში შევალთ და ნახავთ ფასების დინამიკას. აი, როდიდან უნდა ველოდოთ რომ ეს ფასების დინამიკა რეალურ შედეგს გამოიღებს ორი კომისიის მუშაობა? იმიტომ თქვი მე რომ ერთ დღეში ეს პრობლემა ვერ მოგვარდება, იმიტომ რომ ეს არის სტრუქტურული პრობლემა. და ამას უნდა კონდეს სამი ამოცანა მოკლევადიანი, რომ დროებით შემცირდეს ფასები, საშუალო და გრძელვადიან უკვე სტრუქტურული. ამაზე საუბარი. მადლობა და ეს გამოჩნდება ალბათ უახლოეს მომავალში. ფინანსისტი პროფესორი გიორგი ცუცქერიძე საუბრობდა, ჩვენ გადაცემის მთავარი თემა იყო ფასების პოლიტიკა. მე მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.